დილა მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებათ თქვენი მზის ხივი. არ ვიცი რამდენად მზეა, იმიტომ რომ დაიქცა თბილისი და შეჩერდი წვიმა, უკვე აღარ შეგვიძლია. ყოველწუთი ისე რომ სარეცხი ვერადა ვერ გავაშრე და ახალი ვერ დავრეცხე და აი საგონებელში ვარ ჩავარდნილი. თქვენ კი რა ხდება? ხო, ნუ ხა საღდგომო პერიოდები ეს ვიცი რომ წვიმები, მაგრამ ნუ აი აღარ გაჩერდა ეხლა. აი აღდგომას იწვიმე, მაგრამ დაგვეცადე მანამდე ხალხსარეცხი გავაშროთ, ხო შეიძლება? დამილპა სარეცხი. როგორ ხართ ხალხო? თველი ღამის უძინარი თვალებზეც გადასარევად მემჩნევა, ახლა კიდე მისვია და ქალს გავართ, თქვენ დილით უნდა გენახეთ რა არაადეკვატური სახით ავდექი. საშინლად მტკივა კბილი. დასაპლომბია და მე დღე ხვალე კაცსაო, ეგ დამემართ, აი, ეხლა ჩავალ, დღეს ჩავალ, სანამ ძალიან ამტკივდება ჩავალ და საბოლოოდ ძალიან ამტკივდა. ბევრი გამაყუჩებლები მაქვს ახლა მიღებული, სადაც დაბრეკე 2 კვირით ადრე უნდა ჩავეწერო, ან 1 კვირით ადრე. ის არ განიხილება, რომ მანამდე შეიძლება არ გტკიოდეს პირდაპირ მაგდაზე ჩაეწერო. თუმცა რა თქმა უნდა, ჩემს შემთხვევაში უკვე ვიცოდი რომ გასაკეთებელი მქონდა. და არ ვიცი მოკლედ თუ ასე ტკივილი გამიგრძელდა დღეს სადმე რამე უნდა ვნახო, იმიტომ რომ ასე ფიზიკურად ვერ გავძლებ, ძალიან ტკივა, აი ძალიან. ახლა გაბუჟებული ვარ და კიდე ლაპარაკი შემიძლია, მაგრამ აი მირტყავს რაღაცნაირად. ხო და ყოველს ვეუბნებოდი, რომ მე მეთქი არ უნდა დავარქვა არაფერს თავისი სახელი. ეხლა აღდგომები მოდის და ანაბარზე რაც მაქვს ჩემი ტელეფონისთვის გადანახული წავაკბილში. ნუ იმაზე შევთანხმდით, რომ შემიგვარ დამეხმარება რაც დაიხარჯება, მაგრამ აიწყო იცით. რაღაცა სხვა რამისთვის რო გიდა, მე ნერვები გეშლება ადამიანს, რომ აი ეს რაღაცა გერღვევა რა. აი მე დედა, აი ეს ყბა აღარ არის, ეს ყბა ჩემი აღარ არის. ლიო ოილიმ გამომიგზავნა ამანათი საჩუქარი, რომელშიც დევს თმის მოვლის საშუალებები, ასევე დევს ტანის საპონი და მამაკაცის წვერის მოვლის რაღაცეები. მამაკაცს რაც შეეხება, ეს ჩემს ქმართან დარჩება, მინდა რომ ვაჩუქო. შესაძლოა ერთ-ერთი ვაჩუქო, ერთი შევინახო, არ ვიცი მოკლედ. თუმცა ამ საჩუქარში დევს 2-2, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი რჩება ჩემთან, მეორე მიდის ადამიანთან, რომელიც გათამაშებაში ჩაერთვება და წინასწარ დავაანონსებ, ახლა რა თქმა უნდა მე მას არ გავხსნი. და ხო და ახლა სადღაც 10 წუთის უკან მომივიდა ეს საჩუქარი. რა თქმა უნდა ვერ გავხსნი, ეს ვიდეოში უნდა გაიხსნას, მაგრამ არის თმის შრატი, თმის ზეთი, რაც აუცილებელია ხალხო თმისთვის. წინასწარ ვაანონსებ რამდენიმე დღეში, გადავიღებ ვიდეოს და განვათავსებ Facebook-ზე, წინა მასე გაგაგებინებთ აუცილებლად. ისედაც 2 დღე იქნება გათამაშება და ყოველ შემთხვევაში ვისაც გინდათ რომ ჩაერთოთ, მაინც ჩაერთვებით. აუცილებელია ჩემს Facebook გვერდზე გამოიწეროთ დოდონას ბლოგი და ასევე რომელსაც მოვნიშნავ ლიო ოილის გვერდი. კომენტარებში დამიტოვოთ გული და რომელ კომენტარსაც ექნება მეტი ლაიქი, იმ ადამიანთან წავა ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც დამეწუნებთ ძალიან აუცილებელია. ასე რომ დაელოდეთ გათამაშებას, მეც ძალიან მაინტერესებს ვინ გახდება გამარჯვებული. ბევრი ვიფიქრე როგორი ფორმატით შეიძლებოდა გამეკეთებინა და გადავწყვეტე რომ ვისაც მეტი ლაიქი ექნება ვის კომენტარსაც, თუნდაც 2 გქონდეს, მაგრამ ვიღაცაზე მეტი გქონდეს, ანუ ხო ხვდებით. იმ ადამიანთან წავიდეს. ჯერ ასე ზუსტად შიგნით ესე არ ვიცი როგორ იწყობა, რა და რანაირად არის, დაახლოებით ვიცი რა არის, როგორ არის, რანაირად არის, ასე რომ გამიხარდება რა თქმა უნდა თუ ჩაერთვებით ყველა გათამაშებაში
და მე თქვენ გპირდებით რომ ძალიან ხშირად იქნება ხოლმე გათამაშებები და ერთხელ ისე ვიზავრო მხოლოდ YouTube ნაყურებლებისთვისაც იყოს, ჩემი გამომწერებისთვისაც გათამაშება, აუცილებლად გავაკეთებ ისე რომ მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის, YouTube გამომწერებისთვის გაკეთდეს და არა ყველასათვის მაგალითად და ვნახოთ. წინ გველის ჩემი მხრიდან ბევრი სიურპრიზები, ბევრი სიახლეები, რომელიც ძალიან აქტიურ ფაზაშია გადასული ბარტერებთან დაკავშირებით. ეს იქნება კვების ობიექტი, ეს იქნება როგორც არის მოვლის საშუალებები, ეს იქნება გუშინ დამეკავშირდნენ ასევე სახის აკრომთან დაკავშირებით, რომელსაც ერთ-ერთი გოგონა ამზადებს გორიდან, რომელსაც გავლილია კოსმეტოლოგიის კურსები, შესწავლილი აქვს კანის ტიპები. და ვნახოთ მოკლედ რა და როგორ იქნება, რამდენად მომეწონება მე თვითონ რომ მე თუნდაც გათამაშებისათვის გამოვიყენოთ ეს ამბავი და მოკლედ კარგი ამბები გველის წინ, კარგი, ძალიან კარგი. საკმაოდ მძიმეა, ხო და ვნახოთ რა იქნება ამ ყუთში, რომელიც შეიძლება დღესაც გადავიღო, მაგრამ ისე მტკივა ხალხო და ჯერ აზღვავარანო რანაირად უნდა გადავიღო. არა შესაფერის ვიზუალზე. გამარჯობა და გავიწყდება. გამარჯობა. აი მე ჯამოზიძებს, ხოლე რატო გავიწყდება და შენ ხوار გავიწყდება ხოლმე სადმე რომ მიდიხარ და აქაც იგივეა დე ფაქტობრივად გიყურებს ხალხი. ასე რომ გოგოებო, ნელა გამარჯობაო იმათაც და როგორ ხარ მარიამო? აი მე რა გაყინული ხარ, წადი დედიკო იქ დაჯექი. რატო დამინგრიე? ეხლა მე ავაშენე. ბოდიში, წაიღე დედიკო და იქ დაჯექი გამათბობელთან. რატო ხარ დედა ასე გაყინული 15-ზე და გაცვია? 15-ზე. რატომ დაიყინებოდეს ხალხო? იმდენიაცვია მართლა რომ აი არ ვიცი, თბილა სახლში თან. წადი დედიკო გათბი არ გამიცივდე. ეხლა დილიდანვე ჩავართვევინე, იმიტომ რომ მეთქი რაღაცა ცივა სახლში. და ეხლა ის დღეს ისეთი ამინდია, ჯერ ისევ ზამთარია რა ფაქტობრივად და თელეღამენო აი ბულთას ვცემდი, რასაც კარგად აქეთ ვერც ვიცინი. თუმცა იგი მეში არ შემიშლეს ხალხს რომ გავსინჯოთ ჩემს ხმარს წამოუღია რაღაცაი არ ვიცი, თხილი ურევეში, მაგრამ ვიზუალზე არ მომეწონა, მაგრამ რა ვიცი, მოდი გავსინჯოთ. შენი თხილი აქვს? გემრიელი არის? არ გამიშენია. მაგრამ ძალიან მაგარია და ამის არ გამიშენია გონცა. გასინჯედე? აწოლმა გამოვიღე გოგოებო, საყინულიდან ველოდები რომ გალღვეს და მე უცებ მოვხარშავ, იმიტომ მარიამს ძალიან უყვარს და მინდა რომ მოვმზადო და რაღაცა შაბათ-კვირა რაც შვები დედა. მithქონდეს რა ქვია, სადილით დატვირთული. გუშინ ეს არის მაღებაღიდან გავუყავდა მარიამ და მისი პედაგოგი შეხვდა უსაყვალესი ქალბატონია. და რა ქნა თქო მარიამ ახლა ხოსით კვების ის როგორ უჭირს რა ქვია პრობლემა და მიირთვაო ცოტა, მაგრამ სალათებს არ მიირთმევს, აი ჭარხლის სალათი ისე და ახლა ხო ისედაც ვიცი რომ ეს არ არსებობს სალათი დაჭდეს და მიირთვას და მაგრამო ძალიან გონიერია, აი ძალიან გონიერი ბავშვია და ვაი მე თქვენ გაიხარეთ მე ვთხარი, იმიტომ რომ კვებით კარგად არიგება გონიერების კუთხე მაიცკოდეს, მივთხარი მოგვარებული. რა შვებიდე? ბაი. წადი გათბი თუ გიყვარდე და გეხვეწება დედა რა, მიდი ჩემო სიცოცხლე, მარიკო. მალიკუნა. და ესეთი ამბები გოგოები საშინელება იყო ეს ღამე მოეკა და რა არის დედა? რატომ მიყავს შვილო, რა გიშავებ? ეში გაკეთაშე. დედიკო მე არ შევხებივა. შენ თვითონ დააწყე, აბადე, მიდი. აუ, კარგი რა. შინდან გინგრევა. მარიამს ხო ვუგროვებდი 5 თეთრიანებს ყულაბაში და მე ბანკში ესე ამდენი 5 თეთრიანი და რაღაც 10 თეთრიანი და 20-იანი არ მიიღეს რა. ანუ ყველგან არ იღებენ მაგას და
და მე ჩემი მივიდა ხო გადავრიცხე სახელმწიფო ბარათიდან და მე ის მე გამოვიყენე რა ის ზაძავნა შევდე ვაიმე 5 წელი დამანახო ოღო ნახე რა მიკურს ყოველთვის არის ხოლმე მაღაზიებში პრობლემა ხურდაზე ყოველთვის აი როცა არ უნდა შეხვიდე აქ ხურდის პრობლემა აი მით უფრო ხუთეთრიანები 10 თეთრიანები ოღონდ რომ მიგაქ ანუ არ უნდათ ხო და მე ვფიქრობ რომ სპეციალურად ხوار ხდება თქო რა ასე რომ უი არ აქვს ხუთეთრიანი და კაი იყოს არ მინდა ანუ რამდენი წამოვა ეხა იგი და რამდენჯერ წამოსულ ვარ ხო უკვე ეგ რომ ფიქრობ თორე შეკაიკალოს სულ პრობლემა გაქვს ხუთეთრიანი არ გაქვს გაძლე 20 ლარის ხუთეთრიანს გაძლე მარიკო რა შვები დედი ვაიმე აქ ჩემი მეზობელი მყავს აი შევუკალე ტვინი გამხურდი აქ ჩემი ხუთეთრიანები კიდე რომ მივაკ ვაიმე და კიდე გაკოვედი კიდე მაგ აბა რა მაგ მეუთხარი მარიკო ზედა ჩამოეკიდო და არ ჩამოტეხო უჯრადე მე უთხარი იმდენი მაგში ჯერ მიიხედა ხო და აი გადავწყვიტე ესე ხო ცოტა წავიღო ხოლმე რა შევაყოლო ბარე რა წავიღო აბა მაქვს და ვერ გავიგე რომელიღაც ვაკიწონის მგონი ლიბერთი თუ არ ვცდები თუ თიბისი თუ მე არ მახსოვს მაგრამ საქართველოს მეტროში არა მაგრამ საქართველოს ბანკების სხვაგან რო არის მეტროს გარდა მანდაც რაღაცა იმამდე იღებენ მოკლედ რა ცოტა ხარ ამჭა წავიღოს ეს 5 ლარის ყავას ამაზონი კარი შენი 5 თეთრიანი ხუმრობ ხალ 5 ლარის 5 თეთრიანი რომ მივუტან ცნება და არ ყავს მაგას რა დაითვლეს არც მაგდენ ამასიან თუ იყიდე თითქმის 30 ლარის ყავა არ იკეტება იქ საყვარელო მომიტანი აბა კარგად არ იკეტება და აჰადე საკეთე დღეს რომ ჩავხედე ყავს უკვე კაკუნობს ძირი ეს დარჩა ეს მოკლედ დედას წიგნი ვისაც ვაჩუქე ჩემს გოგოს ვერა და ვერ გაუგზავნე ამერიკაში რომელ ხელში მაქვს საქართველოს პოსტა აი იქითაში ვერ გავიგე რატო გააუქმეთ ნახალოვკაში საქართველოს პოსტა ამდენი მომხმარებელი ყავდა არ სამხელში შეწავი რა აი რატო არ სათარი რაღაცად გახსნიან რა გინდოდათ მშვენივრად მუშაობდა გლეჯვაზე მოგეთქვა ეს სათარი ეხა არ ვიცი სადღაც დიდუბეშიც არისო, სადღაც ხმაღელესთანაც არისო გასაგზავნე სამანათების რა. და ვერ მივედი იქამდე რომ ამ ადამიანს გავუგზავნო. გამოგზავნი მალე ჩემს. ფიქრობ რომ წიგნთან ერთად რამე სიმბოლური საჩუქარიც ვიყიდო. შესაძლოა რამე ხატების მაღაზიაში ცავარჩიო არ ვიცი რა არ მინდა წინასწარ საუბარი არ ვიცი ჯერ რა მინდა მაგრამ მე ძალიან მიყვარს მსგავსი საჩუქრები ძალიან ჰა დედიკო ჩხილი მომტყდება ეხა რატომ ახსნევინებ ვერ გავიგე რატომ ახსნევინებ მომტყდება დედა ჩხილი რა აღარ დაგიკეტავ აჰა ხო გითხარი ეხლა რა ხო გითხარი რა ო ამეგლიჯა ის კაცო აჰა დედიკო რთულად იხსნება და მოვიტეხავ რა ჩხილს რა ო მე ვერ
ვაიმე დედა ამას თიძე რო უკეთია გაიკეთე ბეჭედი ერთი წუთი ამას შეხედეთ ჩემო სიცოცხლე ეგ არ დამიკარგო დედიკო თორე შეიძლება ზედ გადავყო ჩვეულებრივად ჩხილისის ამიტეხარა ქვია შილაკის რაღაც აგინდუდი რას მერჩი ხო და მოკლედ ესეთი ამბები გოგოებო ეხლა გამახსენდა დასვენების დღე გვაქვს სიმართლე გითხრათ ის გაიქცა ეს კვირანებები არ მყოფნი და გუშინ იყო ჩემი მამამთილი გამოვიქეცი იმიდან რა ქვია სამსახურიდან სახურე ეხლა გამახსენდა ნახე მე ეხლა სახურე გამახსენდა გვამსა და ეს დაიჭრე ნახე ვაფება სახურე რა პატატუნა ყვილი პირში არ ჩაიდოდა მივუსწარი სანამ წაიყვანდა სოფელში მე ხალხო შემთხვევით ვიყიდეს პარში ნაზუქი რაც მრგვალი ნაზუქი აი ისე მომეწონა ნუ ეხლა იმის რა ქვია იმ ნაზუქისგან ჩვენ რო ნაზუქი ვიცით განსხვავდება მაგრამ არც ეს არ იყო ცუდი რა გაბრიელი იყო საერთაშორისო ჩემმა მულმა უიოს პარში ჩიაგთო ეს ანუ ყველგან არ არის რა ეს რა აი ძალიან კი მომეწონა დაახლოებით 3 ლარამდე ღირს თუ მოხვდებით პარში შეგიძლიათ იკითხოთ საკმაოდ გემრიელია და არც ისეთი პატარა მე ჩავიდე ისახურე და თქვენც მოგეწონა ისახურე კაცო ნუ კიდევ თუ მოგეწონა ვატყომსახურე ეხლა ხუგაჩნეთ ეხლა დომალე იჩაკე თბილისში ტრადიცია გვაქვს ხოლმე აღდგომას ჩვენ აქ მამაჩემის ბებია პაპა და კიდევ დიდი ბებია პაპა აქ არიან თბილისში დაკრძალულები და ეს სამივე ოჯახი ერთ დღეს ავდივართ ხოლმე და ისეთი ძალიან სერიოზული ტრადიცია გვაქვს ასე ვთქვათ მივდივართ ჯერ დიდი ბებია პაპის საფლავზე მე მოვდივართ მამას დედმამის საფლავზე მოკლედ ძალიან ისეთი დღეა ხოლმე რა ბევრი მოგონებით სევდით საუბრებით სავსე წელს ჩემი უყლისოფილში აღდგომას აღარ მივდივართ ვეღარ მივდივართ ანუ ასე გადაწყდა ასე ვთქვათ ამიტომ წავალთ ძალიან მინდა ასევე ჩემს ბებოსთან ჩასვლა სოფელში მაგრამ იმხელა გზა ხალხო იმხელა გზა მანქანა რომ ყავდეს პრობლემა არ არის წასვლა მართლა წავიდოდი მაგრამ მარშრუტით მთელი დღე 6 საათი ლამის უნდა ვიყო გზაში ჩავედი დავასტუკე გამოვიქეცი ამ ვერც გავიგებ საერთოდ რა მოხდა რისთვის წავედი აი მით უფრო ბავშვით უბრალოდ შეუძლებელი ეს არის ძალიან აბსოლუტურად შეუძლებელი ამბავი მაგრამ ძალიან მინდა იქაც პაპას საფლავზე ძალიან მაგრამ რას ვიზავთ ყველგან ვერ მოგვიხერხდება სამწუხაროდ სადაც ჩვენ გვინდა ყველგან მოედო ანათებს ძისტარტყა ას მღერის იცი ევროვიზიაზე რომ მღეროდა ხოდე ანათე ხომ ას მღერიდე სასწაულის სიმღერა იყო ცეკვა ქონდათ ამაზე გაკეთებული და იმას მღერის და რა ვიცი რამდენად უნდა გაიყო ადამიანი ამ ერთი აღდგომა ხო რამდენგან უნდა გაიყო თითქმის ყოველ წელს თუ არა აი 2 წელიწადში ერთხელ მაინც მიდიან სასაფლაოზე ძმები ანუ მამაჩემი თავის ძმები ხებავენ ყველაფერს რაც გასაკეთებელია
ხო და ასუთავებენ რო ხო იცით მალე ასვება საღებავი იმიტომ რომ მაინც მზე აჭერს ზღულია და ხო იცით რა მაინც და შეგვიძლია გავუკეთოთ მაცხოვრების მაგის გარდა ვერაფერს ხო ვერ გავუკეთოთ დედა ეს გაცუქა ესენი მოგონებები როცებში მოხსენიება მეტი რა უნდა გავუკეთოთ ბეჭდები რატო ყრეძირს არ ვყრი აბარებში მამა სხვათა შორის აი ეს ბეჭედი ძალიან მიყვარს რატომ რაღაც ხშირად ვერ ვიკეთებ არ ვიცი ვერ ვიკეთებ პრინციპში ჩემი შილაქის ფერს წააგავს ნინა ლომ გამომიგზავნა აი ეს ძალიან საყვარელი ბეჭედი ნახეთ როგორი საყვარელია მოიცადეთ და მე განათებას დაუწევ რა მე ყურში ჩამყვირი გთხოვ ერთი წუთი და ნახეთ როგორი ფერია თითქმის ესეთი ფერია დაახლოებით რა ძალიან ლამაზია აბა მომეცი თუ შეიძლება მომეცი ხო თუ შეიძლება ჰა ძალიან აბა ეს კი ხდება დედიკო ეს გაჩუქა ბებომ ეს არის ძალიან ლამაზი ისეთი საყვარელია ხალხო დედა ჩემა აჩუქა მე ნეკაზეც ვერ ჩამეტევა რა თქმა უნდა ძალიან პატარა რომ არიან ცოტა რომ მოიხერდებაო ვერცხლის არის მოკლედ და დაუ ხო ვერცხლის არის მოდი გაკოცო გთხოვ დედიკო აი ეს ფულები დამტანჯანის ფულებით რა ვისი ფულებით და ისინი მამის ფულებით რა დავიტანჯე არ გადაყაროთ აგიდოს მამის ფულები რა დავიტანჯე მამის ხო და ეს აი არ ვიცი კვერცხი ხო არ მოვიტანო ხვალ არა ბავშვით როგორ დადი ეს რა ფერია მითხარ წვიმს თორე განამოდი ეს რა ფერია ვერცხლის ფერი და ეს მოვიტან ბარემ უკვე და ეს რა ფერია ექს ყო ვერცხლის ფერია არა ის უყარა ვერცხლის ფერი ზოგი ოქროს ფერია მართალია და ზოგი ოქროს ფერი ხო არ ვიცი რამდენი კვერცხი შეგვიძლია თქვენ რამდენს ხებავთ თავისას დიდი ოჯახი ყავს რა თქმა უნდა ვერ ყოფილა გონცო ეხლა მე მინიმუმ 30 მაინც უნდა შევღებო ცოტა ხედედა გონცო ოქროს ვერ ყოფილა იმიტომ რომ მამაჩემსაც უნდა ავაწყოდო ალბათ 40 შევღებავ რა ვითელი არ მგონია არა და ეგ ვერცხლის ფერი გორამდეს ხედავ და არა კაც ოჯახები 100-150 ხედავ და დიდი ოჯახები რო არიან რა თქვი წვიმებს რო ელოდებიან და აი რაღაც ესე აი უფრო სოფელში ხედავ ხოლმე ძალიან ბევრს დედა ვერცხლის ფერი მარიამდა ამისი ოქრო აი ეს არის ოქროს ფერი დედა აი ეს დანარჩენია ვერცხლის ფერი არა გონცა ეს არის გოგო 100 რო შევღებო გამიფიჭდებ ნანე რატო ხარ აგრესიული დღეს ჰა დამტანჯემისთვის ოქროს ფერი რო არის ამისთვის დავიტანჯე ძალიან რომელი ბეჭდებია ძალიან დავიტანჯე ძალიან რომელი ცხონა შევღებო რომელი ბეჭდებია ამბერი არის მაგრამ გიჟდები ანუ აი აღდგომის კოშკი შემიძლია ჩამოვვადოთ ანუ ძალიან მიყვარს ოქროს ფერი ეს არის ოქროს ფერი აი მე დედიკო კარგი გთხოვ რა რატომ მეჩხუბები შეხულა ოქროს ფერი ხარ უნდა იყოს დედიკო ხმას დაუწიე ეს არის ვერცხლის ფერი და ესაც ვერცხლის ფერი არ ჯერა ხალხო რომ რაც ვიცი ის მაინც დამიჯერეთ ეს არის ვერცხლის არ არის დედა ჩემი პრობლემა რატო იტანჯები ეს არის ოქროს ფერი და კარგი რა ნუ ამირევ ხოლმე ახლა
ოქროსფერი არ უნდა იყოს გვანსა. აბა რომელი არის და ოქროსფერი? აი ესენ მარტო. აი და ესენი დანარჩენები არის. რამე დავაშავე თუ რა ხდება მე გავიგე დავი არა მაგლაპარაკი დავი არა. ვაიმე უკვე შუა დღე ამ დროს. ეხლა რო ფიქრობ ადრე ავდექი მაგრამ ელა არ არის. ვითომ საქმეს ვეცეთ კი ვეცი მაგრამ რა იქნა ასე დროსაც გავიდა ასე ვერ გავიდა. ძალიან მინდა რომ გავბრთხო და შუაზე და ვნახო მაგრამ არა ვიდეოსთვის უნდა გაიბრთხნა სამიტომ. ხო ლიოელის წარმომადგენლის ხოთაშორის გახლავთ ახალციხელი ჩემი კუთხიდან არის ეს გოგონა და რა ძალიან მიხარია ასე რომ მოკითხო ჩემს ახალციხეს დიდი სიყვარულით უდიდესი სიყვარულით თან ხოლო დიდი კი არა უდიდესი სიყვარულით. ესეთი ამბები მოკლედ დაგემშვიდობებით მეგობრებო მე და ჩემი მარიკო დედა my boys gadan ding stop my boys ete guys გაკოძე ჯემოსი my boys ete guys მაკოცე რა ერთი შენ ჩემოსიცოცხლე და ეს მეთხარი რაფერი აიყვა არ გამაბრაზო არანაირი ოქროსფერი არ გამოგონა დედა რა კიდე შვილო დედა რა პრობლემები ყველა არ რაიმჩო ოქროსფერები დედა შენს დირექტორს რა ქვია და ვინ დაგაწერა ასიანი ხო რა ქვია დედა რო შეხვედი და დილამშვიდობის უთხარი რა ქვია ქრისო ამ ქალბატონს ქვია ფისო და ფისოს ვერ აუზაღლოს ქრისოს და რო შედის ხოლმე დილაობით იქ არის ეს დირექტორიც და ხო დილამშვიდობისაც შედის ეს ღირ ხელხბაზე აცხადებს დილამშვიდობისა რომ სამსართულს ესმის ხო და ის აი ნებოდი და დაგაწერო ასიანი და ეს იაკობ დაწერილი ასიანი ხო და ეძახის ხოლმე პიკასოს ეს ჩვენი ფისო დირექტორი და რო ხატვა უყვარს რომ მარიამს სუაფერადებს და რაღაცები და დედი ეხლა მომაჩი აქ ბეჭდები და რატო დედა უმალო მაგიტომ არ ფერები კარგად და ყველა ოქროსფერი არ შეყა ხო და რა შევახმე ვუნება მარიამ როდის უნდა დამხატო და ის არ უნდა დახატო და შეპიტა დახატა დედიკო წავიხთ ამას არ დამიკარგო დედა შო მარიკო არ დამიკარგო ხო და მართა ეს მიყვარს კიდე ეს ოქრო თქო ეს ვერცხლის ბეჭედი ნახეთ როგორ ლამაზ კარგი დადე ეხლა მიაბარჩიებ მიკეთია ხოლმე უბრალოდ უფრო ვიდეოების გადაღების დროს მიკეთია იმიტომ რომ ის არის კარგად დიდია და ამაზე არ მეტევა კარგი მარიკო ერთი წუთი მადროვე დედა დედი მიაბარჩიებ დედიკო ერთი წუთი საუბრობ არა არ მომწონს ახლა ეს ქცევა საუბრობ ხო და აქ ის არის რა ქვია მიკეთია ხოლმე უფრო ვიდეოების დროს უწრო ძალიან უხდება ეკრანს გემშვიდობებით მადლობა რომ